აბა ძირფასო მეგობრებო, ჩემო მარჯა, ჩემო იურა, უყურებთ ამ სოფლიო ფეხბურთის თამაშებს და ევროლიგასაც და ამიტომ არა გვაქვს უფლება მაგენს რომ ჩვენ ჩამოვჩეთ და ამიტომ ყველაფერი კაი უნდა გადმევიღოთ და გავაძლიეროთ ჩვენი საუბრით თუ რამე შეგვიძლია ჩემო მამიჩა შენ დღეს ბევრი ის გექნება იმიტომ რომ ჩვენი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი გზა და სტრატეგია არის შუახაზი და ნახევარდამცველები ხო სწორია მანო კი ბატონო ესე იგი ნახევარდამცველები რო კარგად თამაშობენ ცენტრი შენია ხო მანო ხო ამიტომ ახლა ბევრი შეკითხები გვექნება შენთან და იგი რა დავაყენოთ როგორ ვათამაშოთ ახლა ჩვენ ესპანეთთან არა 15-ში მოხდეს ესპანეთთან და ხო და ესპანეთი ძლიერი გუნდია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს და უმარცხებელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ყავს და ძალიან მოზადებული არიან და მაგრამ ჩვენი საქართველოს ნაკრები ჩვენი ეს არის სიყვარულია და ჩვენი ის არის რომ გაიმარჯვოს გვინდა რომ გაიმარჯვოს და მიაღწიოს წარმატებებს მაგრამ მანუ კიდე ერთი შეგვიტყვა შენ და შეხედებ ხო თქვი შენ ესე იგი ესპანეთის გუნდი ძალიან ძლიერია მაგარია ხო სწორია კი ბატონო რამდენჯერმე და შენ ძლიერ გუნდთან თამაში გვინდოდა სპეციალურად რომ უფრო მობილიზაციას უფრო აკეთებ და გაიგე აი იქ რო გამეიჩენ თავს გაიგე რომ ფეხო ესე იგი ფეხბურთის სამყაროს საუკეთესო იმგეში რო ტრიალებ ფეხბურთელებში და იქ რო იმას გამოიჩენ თავს გარა უნდა რა თქვია იგი ხო იცი აუ მაგარი გუნდია და ბიჭო შეიძლება იგი წავაგოთ აი ყარაბაღმა მოიწონა ეხლა ჩემს ყარაბაღი მართლა მაგარი მაჩვენებელია ხო რამ ჩემსი თამაშობსო აზერბაიჯანში უკვე მიღწევა აზერბაიჯანის გუნდი ჩამოვიდაო და არავის და ფარყვალი არ დაყარა და 2-2 დაამთავრა არც სოფლიო საუკეთესო კლუბთან ამერიკა თამაშა გაიგე არავის არ უნდა გეშინოდეს მაგრამ ზევიდანაც არავის უნდა უყურებდე კერო იცი ბრეკი ცხვრის აწეულია წინამდე უნდა დააფასო რომ აბა რა დააფასო და უნდა დაფასებასთან ერთად მაგასთან ერთად შეისწავლო და ვინა რა კაი ძლიერი მხარე რა სუსტი მხარე გაიგე ჩემო ლონდონის შესი სოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო როგორ ჩვენ თბილისის დინამო იყო საქართველოში ხო კი ბატონო ესე ხო შენ ამისა და გუცრო ნიში ეს თამაშები რამხელა ის რომ შინებული და გუცრობა და არაფერში არ ყოფდნენ არაფერი ყველა გუნდთან იყო ის აყვანილი ყავდა და თამაშდაჟე პირველ ტაიმში დასაწყისში აგებდნენ ერთი მერე 2-1 იგებდნენ და მერე მაინც კლასი თავისაშობა ხო ნუ ეხა პრინციპში ბიჭო იქ თავარი რა იყო იცი რომ აი აზერბაიჯანელებმა ბიჭო დაჟე ნეფჩი ასეთი გუნდის და ასეთი თამაში არ უჩვენებია მამჩა რა ისტორია კაი იყო ბრონზოვი პრიზიორი ხო მაგრამ რა იყო ბიჭო ესე იგი აი ჯერ ერთი თავს აგებდნენ ხო იყო მერე 2-2 იგებდნენ გაიგე და მერე ბოლოს გაუშვეს გუნდი 2-2 არა მაგრამ თამაშით ესე იგი კეჭას ისე მაგარი ტრენერი რომელო მაგარი პერსონალკა გვეთამაშეს ესე იგი წარმოიდგინე პერსონალკა თამაში რას ნიშნავს სულ პლოტნა და სულ სილბილში ხარ გაიგე პერსონალკა არის სულ სილბილში ხარ სილბილში ბიჭო ეს აზერბაიჯანული ფეხბურთი ეხლა ძალიან გამოჩნდა და ყარაბაღმა ვერ ხოუყურებდა ხო და ვანახა მაგრამ მე მახსოვს რომ ჩვენ ვათამაშებული ნაპოლის სანამ წავიდოდი ნაპოლში თამაში ჩავატარეთ ბაგოჟნეთისა და ძალიან გაგვიჭირდა ნუ ახლა მაშინდელი იყო შეწარბოებული საბჭოთა კავშირის პირველობა ნაპოლი უფრო სუსტი მოგვეჩვენა ჩვენ ვიდრე ადერჩი ხო ჩვენ ბერეზოვე აიმიტომ ლაპარაკობ 15-ში თამაშია დებით ესპანეთს ამიტომ თავი უნდა გამოიჩერეთ ყველა წინ ყველა უკან და პერსონალური ხო ნუ ეხლა შენ ეხლა შეეხე იმას რომ დღევანდელი ფეხბურთი ძმაო დღევანდელი ფეხბურთი უკვე გადადის სოფლიო დონეზე ყველა
ყველა გადადის სოფლიო დონეზე. ო, არა, სოფლიო ფეხბურთი რას ნიშნავს დღეს, რომ შეხედე ამ ფულებმა რომელმიც გუნდებში შამევიდა, ცხოვრების ესე იგი აწია ზევიდი და თუ ადრე $100 გაზრდებდნენ, ახლა 1000 გაზრდებიან, ხო ხედავ? და ამან შემოიტანა სოფლიო ფეხბურთში მაგარი მობილიზაცია, მაგარი თამაშები, გაიგე და დაფასება იმისი. ნუ ეხა ერთი მხარე კი არის, რომ ყოველთვის უფრო მეტი თავდასხმა ჩანს მაინც, გაიგე? დაცვას მაინც 3-3, 5-5, გაიგე და 4-2 სტრუქტურა შეიქმნა იქ მოკასტას და გაჩერება და ყველაფერი. ხო და მე მაინც ვთვლი იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქართული ფეხბურთი სოფლიო დონის ფეხბურთთან. ყოველთვის ვიყავით და ყოველ შემთხვევაში ამერიკაში პირველი ვიყავით. ხო, მაგრამ მაინც შეხედე ყოველთვის 5-6 კაცი იყო ნაკრებში და ჩვენ თუ ახლა არ ჩანდა მაშინ დინამოს ისინი გაიგე, ნუ ეხა სოფლიო დონე იქო ჩანდა, რომ ნაკრებში დაწყებული პირველი ბორია პაიჭაძიდან, ღოღობერიძედან, გივიჩოხელიდან, იქიდან დაწყებული მეტრეველი თქვენ და ხო, მერე მეტრეველი, მიშა მეცხი, ხო, ესე იგი რაღაც საოცარი ფლანგები. სოფლიო ნაკრების ფლანგები. ხო და ამიტომ ჩვენ დღეს ვალდებული ვართ რომ ვილაპარაკოთ იმაზე რომ აი ქართული ფეხბურთელობო თქვენ ჩვენ გამოვხატოთ უკმაყოფილება ქართული ფეხბურთის ამჟამად და ტრადიციებს მოუღალატებთ. ამჟამად ვუყურებთ რომ ჩვენი ფეხბურთელი ვერაჩვენებთ იმ კლასს რომელიც მათ ეკუთვნით და რომელიც შეუძლიათ. ხო, რომელიც აუცილებელია. აუცილებელი რო იყოს ხაზარა გქონდა. რო შეუძლიათ კაცო ყველა თამაში ისევ თურქეთთან წავაგეთ და თურქეთმა თავის მოედანზე 6-0 წავა. ანუჯა ეხლა რა არის მომეცინე მაინც 100-ია თუ ისეა შენთან გვექნება დღეს ბევრი შეკითხვა ბატონო. იმიტომ რომ ჩავმავჭა მაინც ჩვენ საუბარში ყოველთვის და კამათში შენ აქცენტს აკეთებ ყოველთვის ცენტრალურ ზონას. ესე იგი, თუ გინდა რომ ნაკდად ფეხბურთი მაგარი ითამაშო, უნდა ყავდეს ცენტრი, მაგრად, ხო? მაგრამ მიშა მესკიდას კილომეტრები რო ყავდა, იქიდანაც კრაიდაც რო იყო და ხო, მაგრამ ეს ხო, და მაგრამ მანუჩარას მაინც სტრატეგია სული ძახის რომ ცენტრია მთავარი მხარე. გაიგე ცენტრი ეს მაგაზე დაგერ ახლა შეხედე იგია ტაქტიკა 1-2-3-2-2-5 ხო იყო იგი პირველი ტაქტიკა ასე არის ხო პირველი და იქიდან დაწყებული მაინც შეხედე ახლა პირველი იყო 3 ცენტრალური ხო იყო ასე მაგრამ შეხედე აგერ არის 3 დამცველი. ოღონდ ცენტრალურები არ იყო. ესე იგი 1-2 და 3. 1-2-3 იყო დამცველი და 2 ნახევარდამცველი. და აქედანაც რომ მოდიოდნენ, მაინც 100-ია თუ ისეა 2 დამცველი ხო იყავით ნახევარდაცვაში. მაგრამ მაინც ყველაზე მეტი სირბილით რომ გიწერდათ. თან გინდა თუ არა, შეხედე რავალი საქმეა, ხო? აგერა აქ მაგალითად 2 ხო ვართ, ნახევარდამცველი, 2 ნახევარდამცველი. წევედი მოუძდებ. გაიგე, უნდა გერბინა ხო იყო ასე, ხო იყო. ყველაზე ბეს დაგმო რა. ხო, და ნახევარდაცვა. ხო, 2-2-ზე. სწორია, ასე. ხო, ყველაზე ბეს საერთოდ ფეხბურთში კი დარბის ნახევარდაცვა, იმიტომ რომ ყველა ზონაში გაყუბრება შეხვიდე. ნუ ეხლა კი იყო, კი აღარ უნდა გაანაწილოს ბურთები. ეხლა აი აქედან გამომდინარე ეხლა შეხედე იქიდან გამომდინარე რომ პირველად დღოდე იყო 3 დამცველი. ცენტრალური და არა 3 დამცველი არა, ხო 50 წელი იქით დაზე 50 ხო და პირველი ფეხბურთები როდი ეწყო 1-3-2 და 5. ხო იყო ეგეთი ხო იყო ეგეთი. მაგრამ ამ ნახევარ დამცველებს მაინც ყველაზე მეტი სიბილით გიწევდა. ხო. ამიტომ მე შეხედე აინც აი რა გააკეთა მე შეხედე წამევიდა და ესე იგი აქ
გადევიდნენ 4 დამცველზე. 4 დამცველზე. გამევიდა. ხო, 4 დამცველზე გამევიდა, ესე იგი, მაგრამ აქაც, გაიგე უკვე საჭირო იყო დაძლიერება. ხო? ისტორია. ესე იგი 4 შეხედე 1 2 3 4 ერთი ნახევარ დამცველს კიდე აქალე მოვიყვანეს შეხედე ანუ 1 და 2-იც ხო ისტორია 4 3 ხო იყო 4 3 3 და 1 2 3 ესე იგი მაინც შეხედე როგორ მოგვიწია ესე იგი 4 3 3 წინ შეტევაში მოდის ასე წითლები ხო ისტორია და ამიტომ აი ეს ამ 4 დამცველმა მანუ უკვე შეავსო ერთი ცენტრალური რომელიც იყო აგარი ერთი ცენტრალური ხო იყო და მეორე ცენტრალურს დაუყენეს იმიტომ რომ კიდე არ შეასაძახი ამ ცენტრის ზონა გაძლიერეს ეს იყო ბრაზილიური სისტემა ხო 4-3-3 მაგრამ ბრაზილიური რომელი იყო ანუ იცით თქო დიდხანი იყო შეხედე მერე ხოწევიდა 4 შეხედე 4 მერე წევიდა 4 2 და 4 წევიდა 4-2-4 მაგრამ შენასაც იძახი რო გაძლიერდა ტლა იყო 4 და 2 ეს არის დღემდე თამაშობენ ამ იმას ხო ისტორია ხო ესე იგი აი ეს ბრაზილიური სისტემა 4-4-2-მა ესე იგი დაიმყრო ეს იგი დღემდე 4-3-3 4-4 ხო მაგრამ აი ცენტრალური მხარე შენასაც იმავშობენ ბანუ შენასაც ეხა ჩვენ ლაპარაკობთ და აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ნახევარ დაცვის თამაშს მაგრამ არკადიევი თავის წიგნში ის იმას ტექნიკა და იმაზე 4-2-4 რო შემოიღოს ეს იმას ეშავდა დაცვას დიდხას უნდა ბურთი და თავდასხმას ესე იგი ბურთის პრობა ექნებოდა და ის ნუდი რომელიც დიდხას პრობს ის იგებს ხო მაგრამ ეხლა რა ხდება ისი რომ დღევანდელ ფეხბურთში ბურთი ჭერენ მცველები ხო ბიჭო იმიტომ რომ ყველა აყვანილია და მცველები არ არის ხო მაგრამ ეხლა ჩვენ მანუჩარაზე აქცენტი რატო ვაკეთებთ იცი რომ ბიჭო მანუ ეს ყველაფერი მაშვინაა ტაქტიკა საჩვენებელი როცა შენასაც იძახი რომ ყველაფერი მაშვინაგა კარგად სირბილო შეგიძლია და რო დარბიხარ ბევრს დარბიხარ და ესე იგი თქვენ ახალ დამცველებს გინდა თუ არა უნდა გერბინათ ყველა ვარიანტი იქითაც აქითაც იმიტომ აი ხა აი ჩვენი თავდასხმელი მაგაზე მარცხენა კრაი ნუ ეს გაჩერდა თამაში მიდის ჩვენ თამაშია ვერ იღებს მონაწილეობას დაცვაში და ესე აღარ არის უკვე გინდა თუ არა შეხედე სტორი ხარ შენ ეხლა შეხედე წითლები ხო არიან ახლა 4 აგერ 4 ხოა 4 და 2 ხო ასე წითლები ახლა წითლები არიან მაგრამ შეხედე უკვე რასაკეთებენ თემანდელ ფეხბურთში წამევიდა ლურჯებს აქვს ახლა ბურთი ამ გესა ლურჯებს და იწყებს შეხედე რასაკეთებ ანუ შეხედე 4 ხოა გაიგე ეს 4 ხო ჩამევიდა დახევა დაცვა ერთიც კიდე მოდის 4-5-1 გაი ესეც მაგრამ შეხედე მაგრამ თლათ უფრო კიდე გამაგრებული შეხედე რა არის აქ უკვე 5 დამცველი კერო ესენი ყველა წინ წამოდიან უკვე ანუ ყველა რომ მოდიან წინ ხო არის შეტევაში მოდის გადმოდის ცენტრიდან აი ამ პერიოდში ესე იგი 3 ცენტრალური 2 ნახევარ დამცველი ესენი ყველა ხდებიან შენი თმის არ იყოს აი ამ ცენტრის დახურვის და კარში არ გაგმარიო ხო ხო სწორი გოლანდია ის შემოდის გოლი ცენტრში და ნიგერიას ხო ჩვენი ფეხბურთელებს უნდა ხო ნუ ეხლა როცა ვისახავ ყველა უნდა დაისვა ხო დავდიხო ბაიერმა რომ მოუგო პესეჟეს როგორ მოუგო შეისწავლის და დამცველმა ბურთი მიიღო მაგრამ როგორ მიიღო ისე ასე მეჯუპროჩე ასე მიიღო და ტანით კი არ დაუდგა უცებ დააწერა და გაიქცა და გაიტანა მეორე ხო და მანუ აქ ახლა ხიზლად უნდა იყვნენ ეხლა შენ ჩვენი კამათში კიდე მოდის ერთი რამე შეხედე აი ამ მომენტში 5-4-1 ხო ხედავ 5-4-1 აქ იცვალენ უკვე დაცვის ხარს მაგრამ ამასაც რო აკეთებთ ხანდახან შეხედე აი იგი რატო
ამ დამცველს ერთს ხსნი და აკეთებ მანუ 4 მაინც და 5 ერთს. აი ამ ადგილს რატო უფრო მეტი აძლიერებს ხო და იქობამდე რო არ მევიდნენ დაცვამდე ხო სწორია ესე იგი ეს 5-იც გამართლებულია ხო ამ ესე იგი შეხედე იმიტომ რომ ეს მაინც აქანე 5 დამცველში ეს ზონა მეტი თავისუფალი ხდება ამიტომ ამას ყველა ფეხბურთელი ისოდეს ბურთის წარწმევა და ესე იგი პერსონალკა თამაში უფრო ასეც ჩვენ გავაკეთეთ მაგალითი გვაჩვინა თურქეთის მატჩდა იმგენმა არა აზერბაიჯანელებმა ითამაშეს მაგარი პერსონალკა ძმაო და გაიგე ნუ ეხა პრინციპში იქ 100-ად თუ 200-ად ნო პერსონალკა უძახეთ თუ არა კი მართალია იყო შემოყვანილი იქიდან სხვა ფეხბურთელები უცხოეთიდან ნუ ეხა იქ თავარია შემსრულებლები ხო მაგრამ შეხედე მაგრამ აზერბაიჯანელებში ხლა ბევრი ჩამოყვანილი ხო მაგრამ შენ ესე იგი იმაზეც კი კამათობ რომ თუ კაია ჩამეიყვანე არა მანოა თუ კაია ჩამეიყვანე ეროვნული ჩემპიონატი მაინც არის რომ ნაკრებში ეროვნული ფეხბურთელები უნდა იყვნენ კი ხო ნუ ეხა მანუ რასაკვირველია არადა ბიჭო რატო იცი რომ აი სწორი ხარ შენ ერთ რამეში რომ ჩვენი ეროვნული ფეხბურთი აი თბილისის დინამო მარტა და თუ გინდა ქუთაისის ტორპედო თუ გინდა ლანჩხუთის გურია მაინც მოდიოდნენ ისეთი აი არ ვიცი მე გითხრა ერთი რამე რომ მე ხანდახან სოფელში მივდიოდი განაპარაკა ვიყავ ვანში დედაჩემი სოფელი იყო ვანი ხო და იმ ვანში ბიჭო მანო ყოველ შემატკვირას ჯერ ერთი კოლმეურნეობები ბიჭები რომ მოდიოდნენ ფეხბურთის ათამაშოს ვაიმე ამ კოლმეურნეობებში და გურიაში რო ჩამბიოდი მე წამოვიზადე ცოტა მათამაში ხდებოდა მერაძე და თამაშობდი ხო და არა და რა იყო იცი მანო შეხედე ბიჭო რომ ნებისმიერ სოფელში რო ჩახვიდოდი ორი სტადიონი უეჭველი კაი იყო გაიგე კაი და დანარჩენი ეს ხელშეხება რო გინდა ქუჩური ითამაშო იყო სული იყო ისი ბრავია იცი კიდევ რაიკომის დივანი ყავდათ მაგარი ყიფიანი და ხელს უწყობდა ვაიმე ხო ეს ყიფიანი რო იყო ხო მაგრამ შენ იცი რომ ყიფიანი რო იყო ყიფიანი მაგ იმაში ვიტო დააყენეს ყიფიანი ვიტო დააყენეს ხო რომ ყიფიანი ორგანიზაციული არა ერთ-ერთი საუკეთესო ის იყო იცი რომ იქ ჩემი ერთი ბიძაშვილი უნდა მევიყვანო მაგარი ბალიშიკი ფეხბურთი და რაღაცეები და რა არის ბიჭო იცი ვანში ყიფიანი აბა ერთი მერე გააკეთეს მაგარი საკონსერვო ქარხანა მაგარი საკონსერვო ქარხანა მანუ რა არის იცი საკონსერვო ქარხანა იყო და დედიმისი შვილია იქ პატარა მაყუთი სულ მიდიოდა გუნჩი ანუ და იგი ამას ყიფიანმა ამის საშუალებას აძლევდა არ იმაშობოდა ხო არა აი ხო მასტორი თუ ამ ყიფიანი ხო გულშექი როგორც ის გეოგრაფი ისე იყო ხო და რა იყო იცი მანო შეხედე ეგ მოდიოდა უკვე სტორი შენიშნამის ახლა ეგ მოდიოდა ევგრაფიდან შევარდნაძიდან მაინც ესე იგი თუ ლანჩხუთში იქ ევგრაფი იყო გაიგე ერთი მაგნაირი იყო ყველგან კიდე დამდგარი ბიჭო ლანჩხუთის გურია სოფლის გუნდი საბჭოთა კავშირის პირველობაზე 16 გუნდში გავიდა ხო და მე შემოდგენილობა გააკეთეს აი ყობალაიშვილი ისინი წეიმონეს ობიჭები ჩვენები ხო ხო ის ფუტბოლ ხო ეკაიროებს კაზე точка на карте точка სავიტი და გავუჩა სადღაც სოფლის გუნდი თამაშობს ხო ესე იგი მამჩარა ექს მაინტერესებს ყოველთვის აღარ უყურებ აი აქ 5 დამცველი თუ ესე იგი 5 ნახევარ დამცველი მაინც შენი აზრით მაინც თამაშის დროს თამაშის ხო აი ხო და თამაშის დროს ხარ 4 არის ხარ
ხუთი არის. ხო, თუ კაითა ნახევარდაცვა ყავს. თუ გიჭის ნახევარ. ყველა უნდა შეიძლება. რა თორია დაფინანსება გუნდებს ჩვენსაც. მე მახსოვს ლოკო სამტრედის ახლა არა ისე არა გამგებელმა მეუტანა ძროხა გაყიდე და პული აიღე გაზეთში ეწერა კაცო ხო ახლა არა ახლა რა არის ახლა ჩვენ მაკედონია ჩვენი თავარი მიზანი არის რომ შეხედე მანდელი ფეხბურთი მიდის მაგისკენ 4-5-1 ან 5-4-1 მაგრამ მაგარი გადასვლა რო არის და შეტევები რო არის даже 5 კი არა აქ 6-იც არიან, მანუ 1, 2, 3, 4, 5 და გაიგე ასე შემოდიან და მე 6-ესაც აყენებენ, რომ თელი გუნდი როცა აქი წამოსულდი. ესე იგი, დაცვას უფრო მეტყო, მაგრამ ამას რომ მიაღწიო, ყველა გუნდი, ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს ფიზიკურა ხო, აი გავჩერდეთ იმაზე, ფეხბურთელებმა შეხედე მომჭერას გეუბნებათ, თუ გინდათ რომ დღეს შეხედე დღეს შენი სიტყვებია ესეც, დღეს ტაქტიკა ისე იცვლება თამაშის სრულობის დროსაც, ხო მანუ, ხან 4-2-4, ხან 4-3-3. ხო, ამათი წერია ის კურსი არის, რა წერია, რამსეი 66 წელს როდესაც ინგლისს ავარჯიშებდა. რამსეი, მაგარი კაი მეკარე მყავდესო და მყავდეს ყველა ფეხბურთელები, რომლებიც წინ და უკან ირბედნენ. გაიგინო ფიზიკურად, რომ აი ტოტალური შეტევაზე რო დაიწყებდნენ. ბიჭო, რა არის იცი ტრენერი რომ მაგას იტყვისთა დაალაგებული ვერა. რაშია მყავდეს? მყავდეს კი არა, ვინც არ უნდა მყავდეს, უნდა ვარბენიო. ვარბენიო და მივიყვანო ამ დონეზე. გაიგეთ, ვარა იმან ფეხბურთელმა ბევრმა არ იცის რა გააკეთოს. გაიგე, დალიე წყალი არ დალიე წყალი, დალიე არ წყალია, დალი არ დალიო წყალი, თუნდაც გამჭერა, ჩუმად კისვამდი და კესგელარბო. არა, ეს ნაკრების წევრი როა, ეს გუნდში ყალიბდება ფეხბურთელები. ზოგჯერ რომ მოყავდა ჩვენ მაშინ კეცბაიას ფეხბურთელი ნახევარი არ თამაშობდა. თუ ეხლა წნელებზე თუ ვილაპარაკოთ, ყველაზე კაი ცნობი ჩვენ წელს მიცნახეთ არის, რა ქვია ესა, თათრების ტრენერი. იმის ყარაბაღის ტრენერი, რა გვარია ბიჭო, რანაირი ხოშანად იმასკნა, დააყენა, შეტევაც კაი ყავს, დაცვაც და კაი ყავს, პერსონალ კაც არის, ზონაც არის. გაიგე და იმის, ესე იგი, მანო, რა იყო, იცი რომ ხანდახან ბოქსიორები რო ერთმანეთს არ შორტებიან და უთხრამენ. ასე რო არის, ისე იმაშობოდნენ ბიჭო, ისე მიახჩენ, მიდი თან. ერთი დროს აგებდნენ. მანუ შეხედე ერთი თვეს აგებდნენ, ბაღ მე უცბად 2-1. გაიგე? 39-50. ხო, თან. ბიჭო, თან სოფლოს საუკეთესო გუნდს. ხო, ესე იგი, კიდე ერთხელ ვერ იტყვით, რომ ძმაო, რა უქნა ვერ ვითამაშე, იმიტომ რომ ჩემი დონე არაა. თუ გინდა დონე, შეხედე ეგერ რა უნდა და კიდე რა პრობლემები შენ. ყველას ოღონ უნდა ირბინო, ბიჭო, ჩვენ როგორ ბინა, მოჩარა, მარტო კროსებს კი არ დარბოდა. 100 მეტრიანის დისტანცია, რივოკი, 60 მეტრი, ხო, რივოკი, ხო გახსოვს, 30 მეტრი რივოკი, და ვინ მის გავასწრებ. თაიში კიბები რო იყო იმაზე არ მოდი. ბიჭო, ხო, ახლა მე ჩემზე არა, მაგერ ხურცეზე აკეთებდა, არა, მაგას აკეთებდა უფრო უშანგის სალდაცე. დინამო ყავდა გუნდი და იმას ავყევით მე ჩვენ ბავშვები. გაიგე რადგანაც იყო ასე რომ ბიჭო ის იქ ქუთაისში კაია ქუთაისის ვარიანტი ერთი გადაცემა უნდა გავუკეთო, იმიტომ რომ ქუთაისის ლანჩხუთს და სოხუმს გაიგე ბევრი დიდი კაი საქმეებია გაკეთებული ქართული ფეხბურთისთვის და საბჭოთა კავშირის ფეხბურთისთვის და ბარკაია სიჩილა ვინარა და ჯერ კიდე და მე გრამატიკული იგიც კაი ცული გამოდგა კაი გუნდსა გააკეთა იმაში ხო და ამიტომ მანჩარ მაინც მე მგონია რომ ჩვენ ახალგაზრდა საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის იყო არის და იქნება და მე წარმატებს რომ ყველა უნდა იშრომოს რომ ფეხბურთის სიბირის გარეშე არ შეიძლება რა. კაი თამაში გასაღებია დიდ გუნდში რო იტანოს. და კიდე ჩვენი კამათი მან ერთი რომ შენასაც დახი ამ ჩვენ ვარსკვლავების
მიდგომა საქმეზე. გაიგე? ახლა ბოლო ეტაპი მაინც ვარსკვლავები მანუ პატარა რაღაცაზე გადადიან ჩხუბზე. გაიგე? ეგი ყველაზე მეტი აფასნი ერთ-ერთი გადავტყვა ერთმა რა აქვს გუმი ახალგაზრდა ნაკრებში ხო 10 კაცი რა დავტყვა ხო ამიტომ დასაწყისშივე ხო დასაწყისშივე და წარმოიდგინე ახლა მანუ შენ დღეს არადა რო უყურეთ ახლა ევროპას და იმას სოფლიოსაც გაიგე იქ მიდის ჯიკავი და რაღაცა ძველი ბიჭური ხოდები გაიგე ხო გასაკუთრებით კუთხურები რო ეჭიდაობა ხო გინდა თუ არა ყოველთვის შეგიძლია პენალი მიცე ხო მაგრამ ჩვენი ერთადერთი აუცილებლობა გაიგე რომ ბიჭო შენ დღეს გაიგე არა გაქვს უფლება იჭიდაო, იხულიგნო, იძველ ბიჭო. იმიტომ რომ მანო ამას ისე იწერენ ტელევიზორში დაგენახებენ. ასაკეთებ და უეჭველი გაგდებული ხარ. ხო მამილო, ხო მაშინ კაი, მაშინ დახუჭავდა თვალს იგი. ბავარია პრობოუგოება სერბია. მესეჯეს. ხო. ის რო არის კოლუმბიელი რო. ხო, გამოაგდო უწვე. ფეხი დაიჭირა და გამოაგდო და დაუტირეს. ხო, რაღაც იმას ისა მერტი კაცით ნაკლები და აი ვარსკვლავებს გაიგე ხანდახან თამაში ვარ გამოდის მიდიან იმაზე მერე კაჩავზე კი ბატონო ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო კარგად იმიტომ ბიჭო ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი აუცილებელი ფეხბურთში არც ხომ არა მაგრამ ფსიქოლოგია ბრაზილიის ნაკრები რო გახდა პირველად მსოფლიოს ჩემპიონი მაშინ ყავდათ მაგათ ექიმიკოს რინგი და გაამახვილა ყურადღება ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე და ბევრაღაზე და კესმი ახსეს წარმატებას. ხო, ეხლა ანუ იმიტომ რომ ძმაო, კაი ხანია მე უკვე ფეხბურთში, გაიგე, ერთ-ერთი მაგარი ფუნდამენტი არის სილბილი. კი ბატონო. სილბილი, ახლა ჩვენი თუ გინდა ახლა ჩვენი კრაიზაშტიკების ეირებ, ანუ ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ ჯერ პირველად, ასე რომ ვიყავით 4 დამცველი. ასე ვიყავით დამცველი 4 მაგალითად აგერ და 2 დამცველები რო ვიყავით ხო ასე პირველად აქობამდე თუ მევიდოდით ცენტრამდე ხო ცენტრამდე თუ მევიდოდით ასე წამევიდოდით წინ ცენტრამდე და მერე გადასული კი ვართ მაგრამ შეტევაში არ გებულობდი არ გაღებიებდა მონაწილეობა იმიტომ აგერ სტავმეტროვალი იყო ეგეთ ნიშანი იყო ხო მიხედე შენ ხო შენ კაც მიხედე შენ იმას მიხედე შენ ამას მიხედე მაგრამ მე რაღაც სლავა კი იყო რუსეთში გაზდილი და ეს ვარიანტი იცოდა რომ აქიდან ბურთს მე რომ მივიღებდი აქ გაკეთე და რიბოქს წეიყვანდა და ბახდა მე პასი მერე პასი რო მივედი ერთხელ ამასთან და გავითამაშე ამხვა და მიდევარ ეზო წამოდი გეგინე რო რატო მერე ჩემზე გადმოდიოდა ვიღაცა და ამას ეძლებოდა შაშვალო ერთ-ერთი ახლა მაგრამ შიგნით არ ვეტანებოდი ახლა რა შეიძლება შიგნით და აგიდეთ რომ მომეცნე გოლი შემაგდებიან ეს არ იყო მაგრამ მერე უკვე იმან ფრანცისკო მარინიომ რო დაიწყო გაიგე აქიდან აკამე მისვლა შეხედე მერე რას მიშობოდნენ ის შეხედე ეგი წამოვიდა და წინ მარცხნიდან წავიდა და აქ ჩასაწოდებლად და მე აქანა უნდა ყოფილიყავი და ამის ჩასწოდებულზე სადღაცა ახლოს გაიგე ხო არა ეს ჩამევიდა უკვე მანუჩარ იმიტომ რომ ამგე ჩვენ ფრანგებს და ახლა უკვე ცენტრის მოდის და ქვეყანა მოდის წინ ხო და კანეს და ერთ-ერთის პერსონალგან უნდა გეიღვიძოს მაგრამ რა შეიძლება ფეხბურთი ისევ თერთმეტ წელს და უმაღლესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ფეხბურთის ინდივიდუალურს ხო ახლა ყველა უნდა იყოს ტექნიკური და აბოლკა უნდა შეეროს მანუ ხურის დროს ამან ბევრი რამე უნდა გადაიღო სხვა სპორტიდანაც აი შეხედე აი პიროვნება სპორტსმენობა შეხედე ახლა აი პერსონალკას რო ვიძახით ხო პერსონალკა და თუ გინდა ზონა თუ გინდა პრესინგი მანუ ხო კალათბურთი ხუთი ხო არიან ხუთი ის ხუთჯერ ორჯერ ნაკრებია ფეხბურთზე კი მაგრამ მაინც ხუთზე ხოა პერსონალკა იქვე აღჭობე გაიგე ზონაში ჩამოდიან გაიგე შორიდან ყორწნიან შემორბენა ჯვარი
ხო არის ეგ ეს იმედა და პლუს კიდე მანო ზუსტად ამ თამაშს თამაშობს ჰოკეიც არა ჰოკეი ოღონდ იგერი ახლა სასომხეთის მე არ გამიკვირდება ხუთი იქით ხუთი არ მე არ გამიკვირდება რომ ფეხბურთის რომ ვიძეს რომ შური და დაწვა სამ უკვე უთამე ორ გოლი შეიძლება მან რა ხდება იცი ბიჭო დღევანდელი დარტყმები თუ უკვირდები ისეთი ბურთებია შემოსული ბიჭო დაფრინავს გიჟები ვიდერთი ცენტრი იმიდან ცენტრის გარედან უკვე ნახევარდამცველები კი არა ის და იჭერს ბახ ულტრამედან მიდის ბიჭო მოისტრაბით ეს ბურთები მაგრამ ჩვენ ზოლაზე ფეხბურთი როგორ შეიძლება მოვაზრო როდესაც შორი და დაწურის უფრო მე ჩახვდიან ორ ჩახვდიან რა ვიცი ნახოს შეიძლება შევი მაგრამ მე მგონი ასე იქნება პერსონალური შევსება პერსონალურად დაკავება ყველასი და თხილად უნდა იყვნენ კუთხური დროს. ეხლა როდესაც აწვის და არავინ არ უდგება, იქ ძალიან ძნელია. ფეხბურთის კუთხურის დროს აყოლა უნდა მოხდეს შემდეგ რაიაც რომ მაღალ უნდა ეყოლოს მაღალი ზაბალი და აი ესე სტანდარტული მდგომარეობა სიცვილია ისტორია აი ხა კიდე ამას შეეხე შედვარო იმნაირი რაღაც სისულელებს საკეთებს სტანდარტულ მდგომარეობაზე აი მაგალითად ხო რომ მეინდომოს საჯმა აი ხუთი ჩატოდები და 4 პენალს დადებს ისე ჭიდავენ ერთმანეთს აი ესე და იმაშობიან ბიჭო და ხან ხო თუ ეკაზე მოკიდე ხო და ამაზე უნდა შეიცვალოს სიტუაცია თუ მოგიებ ხეზე აბარა იგიცი ბაღ დადები და პარდუჯოს გაგო ხო მაგრამ იმიტომ რომ არის არა და ვერც ბედავს საჯი ტრადიცი ადვილად მიცეს გაიგე ჩვენ ფეხბურთი და მოახვევე ჩვენი თამაში უკან არ უნდა დაეხმაროთ და არ უნდა მიაღებინოთ ამათა უნდა მოახვევონ თავიანთი თამაში გეიდარგებია ბიჭო რა არიცი უკვე აი ახლა მომჯარები დაიწყო ხოლმე ახლა ბიჭო ეხლა ფეხბურთელმა ბევრი უნდა ირბინო და თავიდან ბოლომდე დაწყებიდან თამაშამდე და მაგრამ ბიჭო არის კიდე ერთი აუცილებელი მხარე მანუ დღეს კარგად ითამაში და იცი რომ 5 დღეში თამაში გაქვს შენ თუ ის მეორე თამაში იმაზე უკეთესად არის თამაში უკვე არავის არ უნდა ხარ ისე აგიწყანერად ხო ასე ხო ასე არაფერს არ უთმობდა იმას ბიჭო ბრიუგე მაგარი ბრიუგე მისეით ემაშო რომ არაფერში არ დაუთმო არ დაუთმო ბიჭო მე იმიტომ ყველაზე მანუ კერო ხო იცი ახალი ბატალებლები რო არიან აფადადიან ესე და ბიან ახალ შეგეთა ყველა ასე და ვეღარ შეიძლება ვისი ადგილისა და აგერ ნომერი წინა იგი მიყანა და მიდის კალათბურთი და ჰოკეი ხო არის ასე ესე იგი შეხედე მაინც ასაკურია თუგიდა არგიდა ეიღე კრივი გაიგე მებრძოლის სული თუ დაანახე გაიგე და ხარ აქტიური თუ ხარ გაიგე ესე იგი უკვე მომგებიანი ხარ გაიგე თუ ქართველი ვაროს აი ესალმება გამარჯვებითი არა უნდა შემტევი უნდა იყო რა მაგი ბიჭო ქუთაისში იცოდნენ გაიგე ენაცოლოს ებრაელებს ჩვენი თავი გაიგე ჰაინც პირველი იგი გასწრებდა გამარჯვების თქმას გაიგე რატო იმიტომ რომ შენეუნები გაგიმარჯოს გამარჯვება სხვა არა გაგიმარჯოს უფრო კაი საგოლე მომენტია ხო გაგიმარჯოს ესე გაგიმარჯოს უნდა ქუთაისლები პირველად თამაში არ უნდა წავაგო და გამარჯვებას რა თქმა უნდა ხო კაი გამარჯვება ეგ ქუთაისში იყო ეს იუმორი შაგერი ხო და რა ვიცი ახლა მაგერ ბავშვს მოწყვეტი იოჰან კრუიზზე წიგნი საიშო მაგოი კაი წიგნია მოწყვეტი ხანია მაგრამ უშინი გადავხედე და მინდა მოახსენო რომ ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და ჰოლანდიამ შემოიღო ახალი ტაქტიკა შემტევი ფეხბურთი რომელიც ტოტალური შედეგია ბიჭო მომისინე შეადარებ ახლა კრუიზს იამარს არა არა ვერა ხო ესენი სხვანაირად თამაშობდნენ არა გაჩედი ახლა იგიც მაგარი ვარსკვლავია ჯეჯერო ვარსკვლავი კი ამარა ესენი იგიც იმას 10 კაცი 9 კაცი უტევდა ესე და ხანდახან რო ჩაკიდებდნენ ერთი 10 ბიჭო ახლა ნუ ახლა წარმოიდგინე რომ შენ მაგის თამაშმა
დაზე შემეიღო ახალი ტაქტიკა, ხო? ტოტალური ფეხბურთი შემეიღო, მაგის ახალი ხილი. იმიტომ რომ ახლა რა იყო იცი შეიძლება მაგას ინდივიდუალური იამალის არ იყოს აღა, ხო? იამალის სანარა ფეხბურთელი რო ყავს და თუ გინდა ჩვენიც რო დაწყება გაიქონდა მაგარი გაიგე ტაქტიკას ფარაცხელიაზე აწყობდი ტაქტიკას თუ გინდოდა ხო არ ესე იგი იგი უნებოდა იცი იაკუშინი არ დაგინახოთ მისული ახლოს იქით მიშავასკი რო იყო ან გაიგე ან სლავმეტრეველი რო იდგა არ მიხვიდოთ იქით მიუშვით ესე იყო იმაშიც კაცო თუ ლათინურმა ქვეყანებმა ბრაზილიაში იმას გარინჩაზე ხო გარინჩაზე უცხო მაშინ მხარში არ დაგინახო ბაჭო ესე იგი შეხედა მაგრამ ანუ შეხედე იყო ფეხბურთში რა შეხედე რა მომენტი იყო არ დაგინახოთ გაიგე შეხედე არ დაგინახოთ კრაიზე მიდე რომ მიშადასლავა გაიგე ეხლა პატარა რაღაცა მიშამ მოუკლო იმას გაიგე რაღაცა სტარტენდა ხო სილვი რაღაცა რომ აი მიდის უკვე ცოტა იმისკენ ხო სიბერისკენ რომ მიდის ხო და ბიჭო ხუსაინოვი დააყენენ მაგის ადგილას ხო ხუსაინოვი დააყენეს მაგის ადგილას და რა თამაში შემეიღო იცი ყველგან იყო აქანაც ეგა პირველი მაგან დაიწყო ეთქობა უცხოეთშიც ნახა ვიღაცა და რა ვიგე რომ ხო და უკვე ფლანგებს აძლეველი ხო გადავი იმან შემეიღო კი და მერე დაიწყო მაგრამ მერე მარცხენა მარჯვენა გადასვლა და ლუჟდაიშიო და ხო და ლუჟდაიში ფორვარდ გაიგე და ჩვენ ახლა ქართველები ხო იცი რა თქვია შეხედე რა ფეხბურთი შემეიღო პესკომა გაიგე რომ ეს აქ მიშამესხი არა და ის დააყენა ხუსაინოვი და ხუსაინოვმა და ის კრაია და არა და ხუსაინოვი რო არ იყო კრაია ყველგან მიდიოდა შემოდიოდა და ამით რაღაცა აჩვინა რომ და აჩვენებდა შრომელი იყო და არა ნუ ბიჭო მაინც ასე იყო თუ ისე იყო შრომა ყოველთვის ფასოს ფეხბურთში და კაი გუნდი და აგერა შეხედე მანუ აღარა კლუბი და აღარა იგი აღარა იმგეთან იმგენის გუნდი აღარა ეხლა როგორ არის მაგარ შექმნეს სკოლა აიაქსის სკოლა და ყიდიან ევროპაში და ყურადღებას არ აკეთებენ თავის გუნდებს. წინათ აიაქსი და ყველა სხვა გუნდები იყვნენ. ბიჭო, ეხლა აიაქსი ძალიან გაჭირებული მოგოშია და იმას მოუგო რა ყველა მოუგო და რა ვიცი. სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა. ხო, ბიჭო, კიევის დინამომ გადაიღო მაგ ტოტალური შეტევა. კაცო, კიევის დინამო ბიბან სამუდამო იყო ტოტალური ფეხბურთი. საბჭოთა კავშირში ვინ იყო მაშინ რა მიზეზავატი მანუ ახლა ერთ შეკითხვაში მეკიდა აი რატომღაც ჩვენ ცოტა ჩამოვჩერდით სტანდარტულ მდგომარეობაზე გოლების შექმნას ჩვენ აი ზოგიერთი ჩამოდის ცენტრალური დამცველები ფიზიკურად როდესაც სტანდარტული ხომა როდესაც ბერჟო ბაღლა ახტები უბრალოდ ყველაფერი სტანდარტული უნდა დაამუშავოს ხო და აი ისტორია ჩვენ ჯარიმას რო უყარი და არ დაუდგები იქა მაგაზე სპეციალური ვაჯიშები უნდა მისები ხაზაშო ჩააწადოს კუთხური და იბრძოლო თავით ითამაშო თავით თამაშით ჯერჯერობით ერთ-ერთი ზაურაკალოევის ჯერო ყავდა იმ არის ისღავდა არაყოლია სოფლიოს მაგრამ რა არის ესე იგი ბიჭო ამ თავით თამაშს მანო მაღალი კაცი და ვარჯიში უნდა და ნახე ცენტრალური დამცველები მოდიან და იქ რო არის უცოდინარები ბევრი და ცენტრალური დამცველები აგდებენ გოლებს ამის ხო ამიტომ აი მაინც ერთადერთი ჩვენ ახლა დიდი ფეხბურთისკენ და სოფლიო ფეხბურთისკენ თავს არ აღამევიგდებთ ხალხი არ მიცემთ მაგის უბრალოდ რომ ჩვენი კი არ ამოვეგე და სტანდარტულიც უნდა იცოდე არა მანუ კუთხურიც ჯარიმაც კედელიც იგანა უკან დაწვე თუ არ უნდა დაწვე ეგის კიდე საფიქრალია არ უნდა დეიშალოს კედელი არ უნდა გეიციო გაიგე და რა ხდება იცი აგანე 4 კაცი ერთ კაცს აწვევენ გაიგე შეხედე არა და მეორე ვარიანტი თუ ახტები არის წირი 4 კაცი და მოხდება ამას მაგრამ შეხედე მანუ მაგ ყველა თავი რა არის შეხედე
აქ ხოწებს ეგი აი რო ამის იმედი აქვე რა შობიან იცი ხოხტუნოობენ და ასე იშლებიან აგარე ყველაზე მეტი უბედურება ეგია რომ ამას დაშლი იმიტომ რომ აგარე ბაღ სადაც გაძროვა ბურთი მეკარე ვეღარ იღებს ხო მაშინ რო გაიტანა თურქეთმა დააყენეს და იქ არავინ არ იდგა კაცო და გაიწია და ჯობია ხანდახან გაიგე ახლა ხო დაჟე 5 კაცო დავაყენებდი ხალ ვიცი ასე 5 აბა ოღონ არ დაგინახოთ ოდნავ გაწევა და უთხრამდე რა შემოყოლე და ბურთი გადის შორს იმიტომ რომ 5 დამცველი ასე უკვე ისე ფარავს ხო კუთხეს ისე ადვილად ვერ იმაშობ თელი ნახევარი კარი აჩვენე გაიწია და გოლი გავიდა ხო და ამას მაგას პენალს უფრო ამას პენალს უფრო აიღებს მეკარე როდგას უყურებს მაინც არ ჩაეტირება კაი მაშინ ხო იგი გახსოვს ჩვენთან ერთი პერიოდი იყო პენლები რომ და ერთხელ იჩიას ხო თამაში შემდეგ ხო და ბიჭო რა იყო იცი ეხლა მე კარგად თამაშობდი რა პენალს დაწვა არ მქონდა გაიგე ამის იგი რაღაცა მირწევა იმიტომ რომ უნდა სტრაფად ვერბინა წართვა უნდა ბრძოლა უნდა გემეხარა და ამაზე ვეღარ ვარჯიშობდი გაიგე გინდა თუ არ წაიდა პენალს დაარტყი თან კიდე თავდასხმელები უფრო მეტი მიდიენ მაგ-ვარიანტზე ხო მაგრამ რომ მომიწია გინდა თუ არა 5 კაცი უნდა ზოგადად შეუნდა დაარტყა რა უნდა ვეკნო ხო რა მე საათახო 2 საათი მარტო პენალზე მუშაობ დავდო ურთხი და ზუსტის დავრე ანუ რა ვიცი ერთ კუთხეში რომ დაგამაზო არ აზერო სულ ბავშვი ვიყავ აი შენ გახ მაგის უფლება იმიტომ რომ შენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო რომ შენ ტექნიკური იყავი ტექნიკური კალხი და შეტევა უნდა შეხედო მეკარე ყოველდღე აი აქეთ რო გაიწევ იქით რო ეგ შეხედე მე დამცველს შევხედო მეკარეს და სადადეს კი არა უნდა გიყურო შენ რომ ბურთი არ გაგატანიო და სულ შენ ფეხებში უნდა გიყურო გაიგე ამის რომ შეხედე ამან უნდა შენ თავდასხმიდან გამომდინარე გოლებიდან შემდგარე მეტი პლუსი გაქვს დამცველზე ყოველთვის. ხო, ერთადერთი დამცველი თავით უმოდის და რა. ზოგი დამცველი წინ გადის და ამაზე უკან გოლი გასდის. ხო და მოკლედ ამ პენალის დარტყმაზე ეტყობა ვინც უტყავს რა, როგორი ფეხბურთელია, ტექნიკური თუ არა და თუ შეშაფეხბურთელია. თუ ტექნიკური ფეხბურთელია, მან მეკარის მოძრაობას უნდა უყუროს და რომ ოდნავ თუ შეიძლება ჩეხებს ყავდა ბიჭო რა ვიცი პანეკას კაცო ვერ უთყავდა ბიჭო რა იყო ახლა არადა საქართველოს თბილისის დინამოს ავდა პენალისტები კაი და ჩელებაძეც ერთი იყო და ამ ჩელებაძეს საიდან ეს გაიგე მაგრამ მე მგონი მაგით ძველი კალათბურთელობდა ამ კალათბურთელობაში შეხედე კალათბურთელობაში მაგრამ ერთი რაღაცაა რომ შენ ჩააგდო ბურთი ამას წერტილს თვალით ამუშავებ გაიგე პატარა დირკაში ჩაგდებას აი ეს პატარა დირკაში ჩაგდება შველო და კუთხეში მოძებნას დარტყმის ფეხით გაიგე და ეს ეხმარებოდა მანუ ხო მე ეს ანალიზი აი თავდასხმელი იყო და მე მგონი რომ მაგას თავდასხმების ის ხო გოლის გატანის ნიჭი და ამას ახლა რა ვიცი იმიტომ რომ მე თვითონ არა მე იღბალი შრომა უნდა და იღბალი ხო ეს ვეზენინა და იუნიო რუსემაიცა ხო და მოვიჩინე მაგრამ რა იცი ანუ მე მაინც მინდა სტანდარტულ მდგომარეობაზე მაინც ფეხბურთელმა ინდივიდუალურადაც უნდა იმუშავა. შენ ახლა ანუ მე ძალიან შენ ახლა მაგრამ მითხარიათი ეს ბუნებიდან ქონდაუდარი თუ დამუშავებული ქონდა. არაკაც და ჯარიმას ბურთამდე ხოში. ფეხი ქონდა მაგარი და აქიდან გეხმარება. მაგრამ რა ვიცი მანუ შეხედე აი კუტივაძეს არ ქონდა ბიჭო კუნთები. მაგრამ რა ქონდა იცი? ერთი ვარიანტი ქონდა რომ თხამდა მაგრადა მიდიოდა დევიატკებში და ასე ამაში. ესე იგი თან პატარა ფეხი ქონდა ბიჭო 29. ეს მე ხო მანუ რა იყო იცი? აი მოქნევა ფეხის
ბურთთან რომ მივიდოდა. აი ესაც აი აუცილებლად ფიქრობდეს აი ესე ხო მანუ აი შენ მითხარი ეს შორის ალბათ ეს ადგილი ბახ მოხდება ხო არა ხო და აი ფეხი რა შეიძლება გაწიო უკან და თელი ძალიან და მოწყვიტო მე ბურთთან რომ მიყვა ახლოში ხო აბარა ახლოში რომ ფეხი აქ გაიწილია გამოსული ბავშვებზე როგორ უნდა დაარტყა როგორ უნდა მიიღო ბურთი და ყველა ბიჭო მაგას კი არის წიგნები ძალიან ბევრი ფეხბურთელი რომ აი უზარი არ აქვს ანუ არასწორად ურტყავს ხო აი ისტორია ამიტომ უნდა ისაროს ბავშვობიდან ხო ბავშვობიდან ამიტომ პირველი ნაბიჯი პედაგოგიკის და მცველობის გაიგე ეს მაგაცებით კი არ უნდა დაიწყო გაიგე ცოდნით უნდა დაიწყო და აგერ აღარ როგორ ჩვენ ვკამათობთ ასე რომ ვეკამათები იქ ფეხბურთი ასე კი არ ასე უნდა ქნა ასე კი არ ასე უნდა ქნა ასე კი არ ასე უნდა ქნა მე შობა ისე როგორც აქცევაც უნდა იცოდეს რო ადგეს მე ტექნიკო ჩვენ მაგალითად ტრენერი ყავდა ფიზკულტურაში დამარჯვეში და რო დაგიდებდა ფეხს უნდა ამგარი ბიჭო ეხლა წაქცევა იციან კი არა იმის გზაში იმნაირ ილეთებს აკეთებენ ასე გონია მოკლეს გაიგენა და მე ერთ საათი და გავადგება მე რა გარბის ინტერვიუტელი ხო ამიტომ ჩვენ მარჩა ჩვენ უშუალო ქართულ ფეხბურთს წარმატებები ჩვენ ფეხბურთელებს კარგი თამაში და თავადაც თავებული თამაში და ეს ხო ის უნდომება მე შენი სიტყვებით დავამთავრო ჩვენ დავამთავროთ ეგი ჩვენ რა თქვი ჩვენ უნდა ვიყოთ სოფლიო ფეხბურთის ლიდერები ხო უნდა ვიყოთ მაგრამ ეს ეგი ამიტომ ნათამაში გვაქვს სოფლიო ფეხბურთი მათამაში მაქვს სოფლიო ფეხბურთი მაგ და მაგ ამისუბლება რომ ბიჭებო ეგი კი სისტულებშია დაკავშირებული მაგრამ რასიზამ თუ რაღაც როკეტი ამ საქმეს ფეხი უნდა იცოდე რომ შრომა და შრომით თუ გეიტან თავს კი ბატონო ხო და რასაკვირველია კიდე დისციპლინაა საჭირო და ჩვენ ფეხბურთელებს უსუნო წარმატებები თამაში და მესები გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და მომავალ შეხვედრამდე და ეხლა კაი თამაში იქნება ნაკრებს და მე გვექნება კიდევ ბევრი სასაუბრო აბა რა მოუმატეს აიმასკნეს და ისევ შევიდე და ერთი რამე კი უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი საქართველოს ნაკრები სანამდე სოფლიო პირველობაზე არ უნახავთ გასულს და თამაშებში უფლებას მაინც ყოველთვის გვექნება ანუ კამათი და ყოველთვის გვექნება ესა იმიტომ უკმაყოფილება